მოდით კერძო დაზღვევის ილუზიაზე ვისაუბროთ. იცოდით, რომ საქართველოში ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა ხშირად უბრალოდ ფასტაგების ბარათია? აი ასე, მარკეტის ბარათით. ადამიანი ორჯერ იხდის იმაში, რაც წესით დაცულობის განცდას უნდა აძლევდეს. გაიცანით, ზაზა 46 წლის, აქვს კერძო დაზღვევა და თვეში 69 ლარს იხდის. ერთ დღეს, როცა წელი გაუსაძლესად ასტკივდა, მივიდა ოჯახის ექიმთან, ანალიზი, ნერვოლოგი, ენერტე, წამლები და მიუხედავად დაზღვევისა, ზაზამ თავისი ჯიბიდან მაინც 362 ლარი გადაიხადა. საერთოდაც ამ დაზღვევის გარეშე ეს ყველაფერი 648 ლარი დაუჯდებოდა, ანუ რა გამოვიდა? რეალურად დაზღვევამ ზაზა გაღარიბებისგან კი არ დაიცვა, უბრალოდ დანაკარგი შეუმცირა. ხედავთ ხომ პრობლემას? აი იმ პრობლემას ჩვენთან დაზღვევა უსაფრთხოება კი არა, ორმაგი გადასახადი როა. ანუ ჯერ იხდი რომ დაზღვეული გერქვას, მერე იხდი რომ გადარჩე. ადამიანი ორჯერ იხდის ყოველ თვე და მერე ისევ ავად გახდომისას. როცა დაზღვეული ადამიანიც კი ავად გახდომისას ფულზე ნერვიულობს, ეს უკვე ერთი ადამიანის პრობლემა აღარ არის, ეს არის სისტემის ჩავარდნა. სამწუხაროდ, ჩვენთან სახელმწიფო მოქალაქეს მის შემოსავალს და სოციალურ სტატუსს არ უყურებს. აი ასე ყველას ბაზრის ანაბარა ტოვებს. არ აქვს მნიშვნელობა საშუალო შემოსავალი გაქვს თუ უკანასკნელი თეთრებით ყიდულობ ამ დაზღვევას იმ იმედით, რომ ხვალ კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდები. კერძო კომპანიისთვის შენ მაინც მომხმარებელი ხარ. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესია, მისი მიზანი შენი განკურნება კი არა, საკუთარი მოგებაა. სწორედ ამიტომ მაშინაც კი, როცა თვიდან თვემდე ძლივს აკროვებ დაზღვევის ფულს, კლინიკაში მაინც ტოვებ 30-40-50%-იან თანაგადახდებს ყოველ ნაბიჯზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენთან ჯანმრთელობა ბაზრის უხეში წესებით მუშაობს. ვისაც მეტი შეუძლია, მეტი დაცვას ყიდულობს, ვისაც ნაკლები აქვს, ან კურნალობას აგვენებს, ან ვალებში ვარდება და ბოლოს ყველა ერთ კითხვამდე მიდის. ნეტა კვლევა გავიკეთო თუ ეს ფული სხვა აუცილებელ რამეს მოვაკლო. მაგალითად, გერმანიაში ჯანდაცვის სისტემა სოლიდარობის პრინციპზე დგას. დიახ, იქაც იხდიან გადასახადებს ხელფასიდან, მაგრამ როცა ადამიანს წელი ასტკივდება, ის კლინიკიდან სახლში ჯიბე გაფხეკილი არ ბრუნდება. ზაზა ამ კვლევებში არაფერს არ გადაიხდიდა, 0 ევროს გადაიხდიდა, მხოლოდ წამლებში დატოვებდა სიმბოლურად 5-დან 10 ევრომდე. რატომ? რადგან იქ ჯანდაცვას უყურებენ როგორც ადამიანს ფუნდამენტური უსაფრთხოების ნაწილს და არა როგორც მორიგ სავაჭრო მოედანს. რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო? მისი პირდაპირი ვალდებულებაა შექმნას ისეთი ძლიერი საბაზისო ჯანდაცვა, სადაც დიაგნოზის დასმა ფინანსურ შიშთან არ იქნება დაკავშირებული. როცა ადამიანი ფულის არქონის გამო ექიმთან მისვლას აჭიანურებს, დაავადებაც მძიმდება და დაგვიანებული დიაგნოზი საბოლოოდ უფრო ძვირი უჯდება ადამიანსაც, ოჯახსაც და მთლიან ქვეყანასაც. სახელმწიფო მაშინ ხარ, როცა ადამიანს ავად გახდომის აღარ ეშინია. მინდა რომ სისტემა ადამიანს ხედავდეს და არა მხოლოდ მის საფულეს. ჯანმრთელობა, ფუფუნება არ არის. ახლა თქვენ მითხარით, თუ კერძო დაზღვევა გაქვთ და მაინც ასეულობით ლარს იხდით, მაშინ რეალურად დაცულად გრძნობთ თავს?